აფხაზეთი შეიძლება რაღაც მომენტში დაავიწყდეს ჩვენი პატარა ძმების, მე არ მყავს მამა, არ პატარა ძმების და მათ შორის ჩვენი შვილების თაობას. ჩვენ ჯერ გვაქვს ჩემი ეს ემოციური ბმა, ჩვენთვის აფხაზეთი ძალიან მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, რომ ცხადია ფეხი არ დამიდგამს იქ, მაინც მაქვს კონკრეტული ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური ბმა ამ მიწასთან და ამ ტერიტორიასთან და ამ ნაწილთან კუთხესა საქართველოს. შემდეგ თაობებში ეს უფრო და უფრო პრობლემური გახდება, ძალიან ლოგიკური მიზეზით, ხო? ბუნებრივი მიზეზი არის ამისი, რომ დრო გადის, დრო ყველაფერს კურნალი აიცოდეო, როგორც არის თქვული. მაგრამ სწორედ ამიტომ არის საჭირო ფუნქციონალური სახელმწიფო, რომელიც რეალურ პრობლემებზე მუშაობს, რომ ასეთ გრძელვადიანი პრობლემა როცა გააქვს, უნდა გქონდეს სახელმწიფო ხედვა, მათ შორის განათლების სისტემაში, მათ შორის კულტურის სისტემაში, თუ როგორ უნდა გაუმკლავდე ამ პრობლემას. ხო, სკოლაში უნდა იყოს დატვირთული სასწავლო მასალები აფხაზეთის თემატიკით, მუზეუმი უნდა იყოს აუცილებლად ალბათ მსგავსი თემატიკის, უნდა იყოს ხშირი ვიზიტები ბავშვებთან ამ საკითხთან დაკავშირებით, მსგავსი რაღაცები უნდა ხდებოდეს, რომ ამ ახალგაზრდა თაობას ახსოვდეს ჯერ ეს ერთი ასეთ თუ ის ახლა გონებით ვერ ემახსოვრებათ, მაგრამ იცოდნენ მაინც რაზეც არის საუბარი, როცა აფხაზეთზე ვსაუბრობთ, იცოდნენ რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს მიწა ჩვენთვის, ყველანაირად, ხო, ისტორიულადაც, კულტურულადაც, ეკონომიკურადაც, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, იმისათვის, რომ 50 წელს უბრალოდ ქართულმა ხალხმა დემოკრატიულად არ თქვას უარი აფხაზეთს. და ჩვენ არ გვაწყობს ალბათ შემთხვევაში, რომ ჩვენ რაღაც მომენტში აფხაზეთზე უარი ვთქვათ, იმიტომ ეს არის ჩვენი მიწა, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორია ყველა მიმართულებით.